როგორ იხსენებენ 1999 წლის 9 აპრილის მონაწილეები? გახდა თუ არა ხელახლა დასაცავი მაშინდელი მოპოვებული თავისუფლება და ცდილობენ თუ არა ისტორიის გადაწერას 36 წლის შემდეგ. მთავარი სტუმარია და ჩვენ შეკითხვებს 9 აპრილის μονაწილე გელა გაბადაძე პასუხობს. ბატონო გელა, მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა, რომ დაგვთანხმდით და ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი. თქვენ ყველაზე მეტად გეკუთვნოდათ დღეს აქ მოსვლა, იმიტომ რომ თავად ხართ ყველა იმ ფაქტის შემსწრე მონაწილე, რომელიც 36 წლის წინ და ცოტა უფრო ადრეც განვითარდა ჩვენს ქვეყანაში და ვიდრე ძირითადად დავიწყებდეთ თემაზე საუბარს, მე მაინტერესებს, როგორ გაიხსენებთ იმ დროს 1999 წლის 9 აპრილს, უფრო სწორად რამდენიმე დღით უფრო ადრე რა ხდებოდა და რამდენად იყო ამ პროცესებში ჩაბმული ქუთაისი. დიდი მადლობა მოწვევისათვის. გილოცავთ დღევანდელ დღეს, ვილოცავ სრულიად საქართველოს, იმიტომ რომ 9 აპრილი კი მართალია დიდი ტრაგედიის დღეა, მაგრამ დიდი გამარჯვების და ამ დროს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე არის. რაც შეეხება თქვენ შეკითხვას, დიახ, იცით რაშია საქმე, როცა ეროვნული მოძრაობა დაიწყო, უფრო სწორად ეროვნული მოძრაობა საქართველოში არასდროს არ შეწყვეტილა, 87 წლის წელს გავიხსენებ, მაშინ, როდესაც მერაბ კოსტავა უკვე გათავისუფლდა და გამოვიდა და ამას დაემთხვა პერესტროიკა, ეგრეთ წოდებული ცოტა ისეთი სიტუაცია შეიქმნა საბჭოთა კავშირში, რომ ცოტა თავისუფლებაც იყო ამ მხრივ და ნუ მერაბ კოსტავას გამოსვლამ ბიძგი მიცა ეროვნული მოძრაობის განახლებას. ნუ მე მანამდე ვიყავი ჩართული, ასე ვთქვათ, საბჭოთა პერიოდშიც, რა თქმა უნდა, მაშინ ისეთი წნეხის ქვეშ იყო, რომ 1-2 კაცი ერთმანეთთან რაღაცას ვსაუბრობდით, რაღაც აკრძალულ ლიტერატურას ვავრცელებდით. აქედან ეს გამოცდილება თავისთავად გამომადგა ამ საქმეში და რაც შეეხება კონკრეტულ 9 აპრილთან დაკავშირებით. როცა ეროვნული მოძრაობა დაიწყო, იცით რაშია საქმე, არ იფიქროს ვინმე, რომ არ იქ ახლა მთელ საქართველოს დამოუკიდებლობა უნდოდა და ეს მიდიოდა ასე ლაღად. სწორედ 9 აპრილმა მიცა ამას ბიძგი. 9 აპრილმა, უფრო სწორად 9 აპრილმა გადატეხა მთლიანად ჩვენ მენტალიტეტში, საქართველოს ხალხის მენტალიტეტში, რომ მორჩა ასე ცხოვრება არ შეიძლება, საბჭოთა კავშირში ცხოვრება არ შეიძლება და ჩვენ უნდა მოვიპოვოთ და მოვითხოვოთ და მოვიპოვოთ დამოუკიდებლობა საქართველოსი. კონკრეტულად ამ 9 აპრილი როგორ დაიწყო ლიხში ჩატარდა. მაპატიეთ, სანამ უშუალოდ თბილისის მოვლენებზე გადავალთ, მე მაინტერესებს იმ თაობას, რომელიც ამ ყველაფერს არ შესწრებია, არ იყო ჯერ დაბადებული. ქუთაისში თუ იყო, თქვათ ესე, მიტინგები, შეკრებები, თუ გამოხატავდნენ ეროვნული მოძრაობის ქუთაისელი წევრები თავიანთ პროტესტს. კი, რა თქმა უნდა ეს იყო, იმიტომ რომ ამაზე საუბარი ახლა ცოტა დროს საგვართნევს ბევრს და შეიძლება ამას ერთი კი არა, ორი გადაცემაც არ იყოს. მაგრამ ხო, როგორ დაიწყო ეს? აი თბილისში ძირითადად რა მოხდა? ლიხტში, აფხაზეთში ჩატარდა აფხაზების ყრილობა, სადაც მიიღეს გადაწყვეტილება გამოყოფოდნენ საქართველოს. რა თქმა უნდა, ამან ჩვენში პროტესტი გამოიწვია, ჩვენი ლიდერები, იგივე მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია და სხვაებიც, რა თქმა უნდა, ამის წინააღმდეგი წავიდნენ. იქ იყვნენ მაშინ ერთიანი იყო ეს გუნდი, მერაბი, ზვიადი, გია ჭანტურია, ირაკლი წერეთელი და სხვაებიც, რა თქმა უნდა, და 4 აპრილს უკვე მათ თბილისში მოახდინეს პარლამენტის წინა ტერიტორიის დაკავება და გამოაცხადეს უადო შიმშილობა. საქართველოს ესე აფხაზეთის წინააღმდეგ და შემდეგ რამდენიმე დღეში მოითხოვეს უკვე საქართველოს დამოუკიდებლობა საბჭოთა კავშირიდან გამოყოფის შესახებ. ნუ ეხლა რა თქმა უნდა ამ აქციას როცა მას შეუერთდა თბილისელების გარკვეული ნაწილი და ამაში მონაწილეობას ღებულობდნენ რეგიონებიდან ჩასული ჩვენი თანამებრძოლები, მაშინ ისეთი სიტუაცია, რა თქმა უნდა, ტელეფონი არ იყო და ინფორმაციას ვღებულობდით, აი თბილისიდან ჩამოსული ჩვენი მეგობრების გაუშვედით ვიღაცას ჩამოქონდა ამბავი, ისე ტელეფონზე დარეკვით და ნუ ისეთი დაძაბული სიტუაცია იყო, ვიცოდით რომ ქუთაისშიც რაღაც უნდა გაგვეკეთებია, სხვა გზა არ ქონდა და გადავწყვიტეთ ჩემ მეგობრებთან ერთად იქ იყო კახა ჩახუნაშვილი, იცით ალბათ გია ბახტაძე, ნუგზარი ბაღდავაძე წონებული უკვე აღარ არის ცოცხალი, ტარიელ ლომთაძე ისიც ასე აღარ არის ცოცხალი და ბევრი რა თქმა უნდა და 8 აპრილს, სადაც შუა დღეს გადავწყვიტეთ, მაშინ ქალაქ კომის შენობა იყო, რა ქვია, ქუთაისში, სადაც ახლა მერის შენობა ხო, დიახ და
იქ მოვაწყვეთ, ასე იგი, დავჯექით საშიმშილოდ, რათა გამოგვეცხადებია ჩვენი თანადგომა, ჩვენი მეგობრებისადმი. მაგრამ ეს აქცია დიდხანს არ გაგრძელებულა, 5 წუთში ადგილობრივი პოლიციის დაძაბულმა სტრუქტურებმა დაშალეს ეს აქცია, დააკავეს კახა ჩახუნაშვილი, დააკავეს გია ბახტაძე და სხვაებიც, ჩასვეს ავტობუსებში და წაიყვანეს გაურკვეველი მიმართულებით, როგორც მე აღმოჩნდა, წყალტუბოსზე ჩამოუსვიათ და ჩვენ რა უნდა გვექნათ, ამიტომ ჩემი მეგობრები შევიკრიბეთ. ხო და იქ ტელეფონზე დარეკვა და რამე გამორიცხული იყო და ჩაგვეტანა ამბავი თბილისში, რომ ასეთი დარბევა მოხდა ქუთაისში და ჩემი მანქანით მე ნუგზარ ბაღდავაძე, ნუგზარ რეხვიაშვილი იყო და ესა მამაო ეხა დავითი დოლაბერიძე ჩვენი მეგობრები და მამუ კაჭონიშვილი წავედით თბილისში და მივედით იმ აქციაზე, ეს იყო სადღაც 5 საათი, 8 აპრილია ჯერ კიდევ. და იქ ნახე ჩემი მეგობრებიც კიდევ რამდენიმე კახალო ლომაძე იყო იქ ცხონებული, გურამ ბუაძე და ესე იგი ამას ასუსობ ხას რომ მარტო თბილისი არ მონაწილეობდა ამაში, ამ 9 აპრილის აქციაში იქ ბევრი იყო სხვები და ახლა რამდენიმე ჩემი მეგობარი როცა ხო სხვებიც იქნებოდა თავისთავად. დაიწყო აქცია, მიმდინარეობს აქცია, ნუგზარი ბაღდავაძე სიტყვითაც გამოვიდა, ჩავიტანეთ ამბავი, რომ ასე ქუთაისში დარბევა მოხდა, ამას მოყვა რა თქმა უნდა მღელვარება იმ მონაწილეებს შორის და სიტუაცია იყო როგორი, აი რომ გითხრათ, დაძაბული ისეთი, რომ უკვე ხმებია, რომ აი ფრენები დაფრინავს თბილისის თავზე, სადაც ტანკი გამოჩნდა, ეს რუსი ჯარის ნაწილები მოძრაობს ქალაქში გადაადგილდება და რა თქმა უნდა ამას ხელვარება მოყვა ხალხში და ივსება თანდათან რუსთაველის ესა რა ქვია პროსპექტი წინა ტერიტორია და არა მარტო წინა ხო ჩვენ კიდე აქცია მიმდინარეობდა ტელევიზიასთან აქცია მიმდინარეობდა სამედიცინო ინსტიტუტთან კიდევ სადაც მაგრამ ჩვენ აი გავედით ამ აქციების და უკვე 9 აპრილი დამდგარია მოვდივართ აქციას უნდა შემოვერთდეთ და უკვე აი დავდექით აქციაზე და დაძაბული სიტუაცია საშინელი. მოდის პატრიარქი. იდება მის სახელს. მოდის პატრიარქი და იცით ალბათ ყველა ეს კადრში ნანახი გვაქვს, რა თქმა უნდა და ამბობს რომ გადავინაცვლოთ ქაშვეთისკენ. კი ბატონო. ქვიან და იქ ვილოცოთ და საფრთხე გიახლოვდება და ეს საფრთხე მეტად საშიშია. გასაგებია და მინდა გითხრათ ბატონო თამარ რომ ისეთი სიჩუმე ჩამოვარდა აი დაინგრა სიჩუმით ყველაფერი აი იქ გადაწყდა რა უნდა ვქნათ ახლა გადახვალ ესე უკან იხევ არადა პატრიარქი მოგმართავს მე არ ვიცი აი ეს ხალხი შეკრებილი რამდენი იყო ძალიან ბევრი 10000-ზე მეტი იყო ერთი კაცი აი კლდეიდგა იქ უკან დახევა იყო გამორიცხული სიკვდილი იქ მეშინია და ასე ისე ეს გამორიცხული იყო აი გეუბნებით ის სიტუაცია ეხლაც რომ მზარავს ის სიჩუმე და ამ დროს გავადის გარკვეული პერიოდი და ისმის ტანკების ხმა ხა წარმოიდგინეთ რა მდგომარეობაა და მე ცოტა იქით ვიყავით ქაშვეთის მხარეს ხო და წავედით ჩვენ ახლა დაიშალა მიტინგი და არ ვიცით მსხვერპლის შესახებ ეხლა რო გითხრათ სიმართლე რომ იქ გავიგეთ რომ არ იქა დახოცე არა ჩავჯექით მანქანაში წამოვედით იმის გამო რომ ჩამოსულიყავით ქუთაისში ორგანიზება გაგვეწია ხალხისთვის და წავსულიყავით თბილისში და უკან დავრო გაგვეგრძელებია მიტინგი მაგრამ უკვე გავიგეთ რა თქმა უნდა ამბავი რომ ეს ასე მოხდა ხალხი დაიხოცა ის გმირები და ტელევიზია რასაკეთებდა ამ დროს პირველი არხი აცხადებს ჭყლეტაში მოხდნენ ეს ექსტრემისტებს ხო 2-3 არა მარტო როდიონოვის ქართული ისა რა ქვია მაშინდელი ხელისუფლების და ტელევიზიის წარმომადგენლები ჭყლეტაში დაიღუპნენ ექსტრემისტები მაშინ დააკავეს ზვიად გამსახურდია დააკავეს მერაბ კოსტავა გია ჭანტურია ვანო ხუხუნაიშვილი და ირინე სარიშვილი ეს ლიდერები ძალიან ძიმე მდგომარეობა ჩამოდგა და 9 აპრილია 10 და 11-ში წავედით თბილისში ისე რამდენიმე მეგობართან ერთად რომ აი ლიდერი ვინც იყო დარჩენილი გვენახა მაგრამ ვერ ნახეთ სახში ვერ ტელეფონები რა თქმა უნდა არ იყო მაშინ და დავბრუნდით ასე რომ ისეთი საშინელი მდგომარეობა იყო თბილისში და მთელ საქართველოში და მინდა გითხრათ რომ ამ დროს იწყება უკვე
ესე იგი ყოველი დღე მახსოვს, აი რა ხდება თბილისში შევარდნაძე ჩამოდის, იქ კომენდანტის საათს აუქმებენ, ვითომ ამით შევარდნაძე ხალხის გულს იგებს. ეს ტყუილია ყველაფერი არავითარი შევარდნაძის იქ ყველა შევარდნაძე მანამდეაც ყოფილა ჩამოსული როგორც წირკვევა და რატომ არ ამბობენ ამას გვპირდებიან იგივე ჯუმბერ პატიაშვილი რატომ არ ამბობს შევარდნაძე იყო 19 აპრილს და რატო ახსნის სიტუაციას ეს მაგრამ ეს სხვა თემა ეს პირველად მესმის ხო არა გეუბნებით ახლა ეს არის ფაქტი და ძალიან ბევრი რამე არის სათქმელი რომელსაც ახლა უბრალოდ დრო არ არის ამის კარგით მე მაინტერესებს 91 წლის 9 აპრილი რამდენად დიდი იყო ემოცია, როდესაც დამოუკიდებლობის დღედ გამოცხადდა. 91-ის კი და სხვათა შორის მე გავაგრძელებ ერთ მომენტს, რა აქცია ჩატარდა ქუთაისში, იმას მოგიყვებით და 91 წლის 9 აპრილი ჩვენ ველოდებოდით, აი როგორ იცი, მაშინ საკრებულოს წევრი გახდით, ქუთაისის საკრებულოში პირველი ბატონი ომარი იყო ნიშნიანიძე, თავმჯდომარე, იქ ვიყავით კახა ჩახუნაშვილი იყო, ვასილ ბაღდავაძე, გია ბახტაძე, კიდევ რამდენიმე მაშინ ტრადიციონალისტთა კავშირი ვიყავით ჩვენ და საკრებულოში გავედით რგვალი მაგიდის სახელი. ეს იყო წარმოუდგენელი სიხარული. იცით როგორ, აი ბავშვობის ოცნება, დიდი ოცნება რომ აგიხდება და რომელსაც ფიქრობ ბავშვობაშიც რომ ეს არ მოხდება და მოხდა. გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა. ახლა დამოუკიდებლობა მაშინ აბსოლუტური არ იყო, აბსოლუტური დამოუკიდებლობა არ არსებობს, მაგრამ არ იყო ის, რომელიც, მაგრამ ზვიად გამსახურდია, როცა არჩეული იქნა 28 ოქტომბერს, 90 წლის 28 ოქტომბერს, მანამდე დაპირდა ხალხს, რომ ჩვენ ძალა მივახცევთ იმას, რომ ჩვენ მოვიპოვებთ დამოუკიდებლობას და მე მგონი ერთადერთი ხელისუფლება საქართველოში, რომელმაც თავის დანაპირები აასრულა. ხო და ეხლა თუ საინტერესო იქნება თქვენთვის ერთ მომენტს. ხო, ქუთაისის მომენტი. ესე იგი მიდის უკვე კომენდანტის საათი გაუქმებულია 13-15 მაისი, აპრილია, ასე შემდეგ და საქართველოს დუნეთ მიდის ყველაფერი კი იქ იწერება უკვე რომ სისხლი დაიღვარა, რომ რუსეთი მტარვალი, ასე შემდეგ საბჭოთა იმპერია, ასე შემდეგ, მაგრამ აქციები არსად არ ტარდება. ტარდება მხოლოდ საავადმყოფოში მოწამლულები ატარებენ მოწამლული მაინც 9 აპრილის მოწამლულები ატარებენ აქციებს, ნუ შიმშილობის აქციას თავიანთ რა ქვია პალატებში. ნუ ეს ახლა და ქუთაისში რა ხდებოდა? ქუთაისში რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთ, რა გავაკეთოთ, ასე გაჩერება უკვე აღარ შეიძლება და მოვიდა 2 მაისი და უბრალოდ ეს მაისის დასაწყისია და ჩემმა რამდენიმე მეგობარმა იგივე მე ჩამოვთვალე ახლა იმგენ უზარ ბაღდავაძე და კახა ჩახუნაშვილი რა თქმა უნდა მოვილაპარაკეთ რომ რაღაცა უნდა დავჯდეთ გარეთ და ჩავატაროთ შიმშილობის აქცია. და მაშინ ეს იყო 1 მაისი მახსოვს ჩემმა მეგობარმა ახლა მამა დავით დოლაბერიძემ ესე თვალი ჩამიკრა და მითხრა რომ იქ რამდენიმე იყო მარტო ჩემი მეგობარი არ ბევრი ვიყავით 10-12 კაცი თუ შეიძლება მეტიც და ჩავატაროთ აქცია თეატრის კიბეებთან. ხვალ დილის გამოვიდეთ და დავჯდეთ თეატრის აქციებთან. მე გავედით 3-4 კაციდან არა თეატრთან არა უნივერსიტეტთან ჩავატაროთ. დილას გამოვედი მოვდივარ მანქანით და გადაწითლებულია პოლიციით თეატრის კიბეები. ესე ვიღაცამ გაიტანა ამბავი. გამიგეთ და იქ ახლა დაჯდომის საშუალებას არ მოგცემ და ვიცოდით, მაგრამ ჩვენ ვიცოდით სად და გავედით უნივერსიტეტთან. თუ გახსოვთ თქვენ ასე დაერქვა მე მას ხეებზე დაწერილი ხეებზე გაკრული ლექსები. ეს იყო მდუმარი აქცია. ხო, უნივერსიტეტში იყო აქციები. თუ ესე იგი რა თქმა უნდა დაგაინტერესებთ, ვიცი რომ დაგაინტერესებთ, აი ეს გამოსული ეს ლექსები და თუ არ ვცდები კიდე ჩემი თაობიდან თემურ კვიტაშვილი თემური ჩემი რა თქმა უნდა ჩემი მეგობარი კი ჩემი მეგობარი რა თქმა უნდა მაშინ შედარებით ახალგაზრდა ჩემზე ხო კი რა თქმა უნდა თემურიც მონაწილეობდა ამ აქციებში და მაშინ დაახლოებით ძალიან ბევრი შიმშილობდა ადამიანი ერთი კვირა გაგრძელდა 2 მაისიდან 8 მაისამდე პირველი მოთხოვნა იყო პოლიტპატიმრების განთავისუფლება ზვიადის მერაბის გიას ირინას ვანო ხუხნაშვილის თორსები რამდენიმე დღე გაგრძელდა ეს შიმშილობა ეს 2 მაისი 8 მაისს დამთავრდა იმიტომ რომ განთავისუფლდა ჩვენ ახლა მოთხოვნა იყო საქართველოს დამოუკიდებლობის ახლა ნუ დამოუკიდებლობის ვერა მაგრამ რაღა პოლიტპატიმრები გამოუშვეს ჩვენი ესე იგი ასე ვთქვათ მისია და მინდა გითხრათ რომ ეს იყო პირველი აქცია 9 აპრილის მერე რომელიც საქართველოში
ჩატარდა გარეთ, ესე იგი ღია სივრცეში. აი ეს მომენტი აუცილებლად მინდოდა გამიხსენებია და სამწუხაროა რომ ჩვენ ძალიან ბევრი პოლიცია ვეღარ მოასწრო პოლიცია ჩვენი დარბა, იმიტომ რომ მალევე ბევრი ხალხი შეიკრიბა უკვე უნივერსიტეტის მაშინ ინსტიტუტის ალექსანდრე წულიკიძის სახელობის იყო ეს რა ქვია პედაგოგიური ინსტიტუტი. აი მე მაინტერესებს და ძალიან ხშირად არა მარტო მე გამჩენია ეს შეკითხვა და ალბათ ძალიან ბევრ ტელემაყურებელს ვინც გვისმენს და გვიყურებს ახლა აქვს იგივე შეკითხვა. ზვიად გამსახურდიას ქუთაისში არ აქვს ძეგლი. კი. და თუ გიფიქრიათ თქვენც ამაზე და ოდესმე თუ დასმულა ეს საკითხი საზოგადოების წინაშე რომ ზვიად გამსახურდიას ძეგლი ყოფილიყო ქუთაისში. კი. მე მინდა გითხრათ რომ ეხლა არავითარ შემთხვევაში თავისქებით რაღაცა მე შემდეგ მეორე მე პირველ საკრებულოში ვიყავ იქ დაისვა საკითხი მე და ცხონებული გელა ყურაშვილი იყო ახაჩახუნაშვილმა რომ ზვიად გამსახურდიას ქუჩა გავეკეთებია და ყოფილიყო და ეს რაც არის ახლა ზვიად გამსახურდიას ქუჩა ჩვენი ინიციატივით მოხდა. ხა შეეხება ძეგლს ხშირად იყო ლაპარაკი ამის შესახებ და მინდა გითხრა რომ ახლა ამას სჭირდება გარკვეული თანხა, გარკვეული ესე იგი ხელისუფლების გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, ძეგლს გამ ხელისუფლების გადაწყვეტილება და სულ იყო ამაზე საუბარი და ზვიად აუცილებლად ეკუთვნის ძეგლი ქუთაისში, ყველგან, საქართველოს ყველა ქალაქში და რა თქმა უნდა ქუთაისშიც. იმიტომ რომ როცა ეროვნული მოძრაობა ზვიადი ხშირად ჩამოდიოდა ქუთაისში, გელათში მე ახლა ქუთაისში არა, მაგრამ სახლში ვარ ნამყოფი, მაშინ როცა უზენაეს საბჭოს თავმჯდომარე გახდა და ზვიადი კოლხურ კოშკში და მე ამითი ვამაყობ, რა თქმა უნდა და ჩამოდიოდა აქ ყავდა მას მეგობარი გოგი რევიშვილი, რომელიც კარგად არის ღმერთმა ჯანმრთელად ამყოფოს და მასთან მოდიოდა, იყო ვეძახდით დედა მარგალიტას თვალავაძეს, რომელიც სამწუხაროდ გარდაცვლილია, აი ამ ორ ადამიანთან ჩამოდიოდა ზვიადი და იქ ღამეს ათევდა და ციგნები ჩამოქონდა და ამას ჩუმად ვავრცელებდით და ასე შემდეგ. აუცილებლად ძეგლი, ზვიადის ძეგლი აუცილებლად უნდა იდგეს ქუთაისში რა, აუცილებლად და მე რა ვიცი ახლა მიმართავ ვისაც ამის ხელეწიფება დაუშვათ კანონის ფარგლებში და შესაძლებლობა აქვს კიდევ ეს აუცილებლად მეგობრებო უნდა გავაკეთოთ და დაიდგას ზვიადის და კარგი იქნება თუ მერაბის და ზვიადის ის როგორც თბილისში არის ილიას დაგაგის ძეგლი მსგავსი რაღაც გაკეთებას ჩემი აზრია დანარჩენი თორე ეს ზვიადის ძეგლი რომ ქუთაისში უნდა იყოს ამაზე ორი აზრი მე მგონი არ არსებობს. ბატონო არ შემიძლია ისე გაგიშვათ სტუდიიდან რომ თანამედროვე სიტუაციაზე არ ვიკითხო თქვენი აზრი და 36 წლის მერე საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ ხელახლა აქვს დასაცავი ქვეყნის დამოუკიდებლობა. თქვენ, ვინც ეს ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში მიიღეთ მონაწილეობა, როგორ აფასებთ ამ ვითარებას და თქვით თუ არა თავიდან გვაქვს დასაცავი 36 წლის შემდეგ საქართველოს დამოუკიდებლობა. საქართველოს დამოუკიდებლობა დასაცავია ყოველ დღე, ყოველ წუთს და რა ვიცი, ყოველ წამს, ყოველთვის საქართველოს ყოველთვის ემუქრება დამოუკიდებლობის დაკარგვა. ოდნავი მოდუნება საქართველოს ისტორია არის საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის და ქრისტიანობისათვის ბრძოლის ისტორია. სხვა ისტორია ეს არ არსებობს. აი ეს არის საქართველოს ქრისტიანობისათვის და საქართველოს დამოუკიდებლობის. ოდნავი მოდუნებაც კი ეს ნიშნავს ამ ყველაფრის დაკარგვას. იმიტომ რომ ჩვენ, არა მარტო ჩვენ, პოლიტიკაში მეგობარი საქართველოს კი არა, არავის არ აყავს. ეს არის გამორიცხული. თუ ვინმე რამეში დაგიდგა გვერდში, მას აწყობს ამ გარკვეულ მომენტში, თორე ისე რომ ვაიმე ახლა ჩვენი მეგობარია რუსეთი, ან ჩვენი მეგობარია, რა ქვია, დასავლეთი ეს ყველაფერი ტყუილია რა. მე ასე გონია და ამაში დარწმუნებული ვარ. ჩვენი ძალა ყველას უნდა ვაჩვენოთ. მეზობლებს პირველ რიგში ძალა რა, იმას არ ვამბობ, ეხლა ტანკი შევიარაღდეთ სულ ყველა და შევესიოთ ან რუსეთს და ან თურქეთს და ან სომხეთს, არა. აი ჩვენი ძალა, ჩვენი მენტალიტეტი, იგივე რაც ხდება დღეს მაგალითად, იგივე სპორტში მე ძალიან მიხარია და ამით ვამაყობ და წახან გავიხსენე მეგობრებთან, რომ 26 მარტს შარშან ჩვენ ევროპის ჩემპიონატზე გავედით, მაშინ წამოვდექი და ვიცახოდი, რომ დაინახეთ აფხაზებო სადავართ, რას ვაკეთებთ, დაინახეთ
ხო ხმა არ მიმიწვდებოდა, მაგრამ რომ ყოლოდა იქით მეგობრები აუცილებლად დაურეკავდი ვინმეს ან ნაცნობი. ჩვენ ახლა ვერავის არის ვინმე ვიშვერ. მე იმის აქციებისაც ამჯერა, სადაც უცხოეთის ქვეყნის დროშებს აფრიალებენ ქართველები. ამჯერა იმ აქციებს. საწინააღმდეგო თქვა. არა, საწინააღმდეგო ისამართლო არაფერი არ გამოვა. არაფერი არ გამოვა. არა, ევროკავშირი ჩვენი მეგობარი. არ ჩვენი მეგობარი რუსეთი არ არის. არც დასავლეთი, არც სამხრეთი, არც აღმოსავლეთი. ეს სხვა თემა. ახლა მე არ მინდა ვიღაცას შეიძლება ეწყინოს ამას რომ ამბობ და გაუფუჭოთ დღევანდელი დღის ხალის, მაგრამ ეს ასია. ევროკავშირში შესვლა და ამაზე არის ოცნებობა და ჩვენ ვიღაცა მიგვათ არავინ მიგვათრევს რუსეთისაკენ. მოდი რა გავაკეთოთ, იცით? რუსეთისკენ თქვენი მოსახლეობა არა, არ ჭირდება რუსეთს გათრევა. თუ დაჭირდება, აგერ დგას იმაში, რა ქვია, 40 მეტრში გადმოვა გზაზე და დამთავრებულია. მაგრამ ერთი რამე მინდა, ჩვენ თუ გვინდა რომ ევროპაში შესვლა, ევროპული ქვეყანა აქ ავაშენოთ. მაინდა-მაინც ევროკავშირის წევრი რომ არ დაგვერქოს და რაღაც სანქციები არ დაგვედოს. ისევე როგორც საბჭოთა კავშირის დროს. და კონსტიტუციაში რო გვიწერია? ხო და კონსტიტუციაში რო გვიწერია, მაგია უდიდესი გვიწერია ნატოში შესვლა და ეს არის უდიდესი შეცდომა. არავინ ჩვენ არ მიგვიღებს ნატოში, ეს არის გამორიცხული, არ გექნეთ ახალგაზრდებო მაგის იმედი, ეს არის ტყვილი. თქვენმა ვინც თქვენ გეუბნებათ ამას, იმათაც ძალიან კარგად იციან. პოლიტიკური ლიდერები მყავს ხედველობაში. იმგენმა ძალიან კარგად იციან. ბატონოგელა, მაშინ ასე შეგიტრიალებთ შეკითხვას. თქვენ თვითონ თქვით, რომ ძალიან დიდი ოცნება აგისრულდათ და ვერასოდეს რო ვერ წარმოიდგენდით 1991 წელს დამოუკიდებლობა გამოაცხადეთ, 2 წლის დაშლილი არ იყო საბჭოთა კავშირი და თანამედროვე ახალგაზრდებს რატომ ართმევთ იმის რწმენას, რომ შესაძლოა გარკვეული პერიოდის შემდეგ ჩვენ ნატოს წევრი ქვეყანა აღმოჩნდეთ. 1992 წლის თქვენ ალბათ ადრეს ასე გეუბნებოდით. 1992 დამოუკიდებლობა იყო ყოველად შეუძლებელი რა. ხო, მაგრამ ახლა შეხედე, ნახე, დამოუკიდებლობა ის იყო სიმართლე და მიტო. შეიძლებოდა. 1992 წლის 6 იანვარს, როცა დაამხეს კანონიერი ხელისუფლება, ზვიადის ხელისუფლება, მის შემდეგ საქართველო ცხოვრობს ტყუილში. ამას ხელი შეუწყო. რა თქმა უნდა, იმ არ ვიცი, ხა ტირანი, კარგი რაცა ესა შევარდნაძემ. ამას ხელი შეუწყო მიხეილ სააკაშვილმა და ამას ხელს უწყობს დღევანდელი ხელისუფლებას, რომ კონსტიტუციაში ჩაწერა. ტყუილი ჩაწერა, რომელიც არ არსებობს. თვითონ ევროკავშირის წევრები გეუბნება ვერ მოსახლეობის 84%-ს უნდა რომ ქვეყანა იყოს ევროკავშირის მე თუ ეხლა ჩემი სიტყვებით გადაწყდება რომ ჩვენ არ მიგვიღებენ ვიტყვი რომ აი მიგვიღო. არ მიგვიღებენ. ეს არის გამორიცხული რა. და თუ რატო ეხლა თუ დრო არის მე მგონი ამას კი ბატონო ბრძანეთ გისმენთ. ჩვენ ძალიან ბევრი ისა გვაქვს რა ქვია. ჯერ ერთი არა ვართ ევროპაგაც. ჩვენ ვართ ევროპა ნახეთ აი რუკას რო ნახონ ახალგაზრდებმა სად გადის ევროკავშირის საზღვარი და ვინ არის ამ ევროკავშირთან თურქეთი გვიდებს წინ რუსეთი აი ახლა გეტყვით ერთ მაგალითს მოდი შორს არ წავალ და ბევრ რამეს უკრაინაში მოხდა ორჯერ პროევროპული რევოლუცია უკრაინა არის უზარმაზარი ქვეყანა რომელიც არის ევროპის ნაწილი ხო გეოგრაფიული გეოპოლიტიკური ევროპის ნაწილი 2005-ში ხო და 2014-დან დაწყებული იბრძვის. თუ შენი მეგობარია, ასე ყველაფერს აკეთებს. რა გახდა? დაწერე, ერთი მოაწერე ხელი და მიიღე ევროკავშირში. არ მიიღებენ უკრაინას. ხო, მაგრამ ევროკავშირის წესები აქვს, რომელიც უნდა შეასრულოს. ხო და მოდი რა შეცვალე ეს წესი და ინგრევა აგერ ქვეყანა, იღუპება ხალხი, ახალგაზრდები, ვისაც ამაზე გული არ შეტკივა, ის ადამიანი არ არის. რომ რაც ახლა უკრაინაში ხდება. ხო და ახლა ამტყუნე რუსეთი და პუტინი მტერია, მტერია, გასაგებია, იმის იყო, მაგრამ გააკეთე, დაიცავი თუ მეგობარია. ეხლა რა იყო? აგერ ჩავიდა იმაში ზელენსკი, რა ქვია, თეთრსახში და კინაღამ გალახეს, კაცო. ხო? არ აინტერესებს არავის. ყველა თავისი ინტერესებისთვის იბრძვის. კაცი, რომელიც არის ამერიკის დახმარების გარეშე ბრძოლა ვერ გაიგო. ხო და რა მოუწყეს თეთრსახში? ადგა იქიდან და ჩავიდა მე ინგლისში და შეხვდა იმას ინგლისის პრემიერს და იმან ხელი გადახვია და აგერ ვარ შენ ნუ გეშინე მიდი გააგრძელე ომი. რას გავს ეს? გამაგებიეთ და კი ბატონო ამიხსენით და გავჩერდე მიიღონ უკრაინა. ორია მაშინ როცა იუშენკო იყო პრეზიდენტი. ხო მოხდა მაშინ ნარინჯისფერი რევოლუცია.
ხო, ამ ევროპელების დაფინანსებით. კი ბატონო, არ გაგდაგებით, მაგრამ და მიდი რა მიიღე რა. თან ევროპა გეოგრაფიულად 1999 წლის 9 აპრილს შვიდობიანი მომიტინგეები, რომლებიც მღეროდნენ, არ იყვნენ შეიარაღებულები და ითხოვდნენ მხოლოდ ქვეყნის დამოუკიდებლობას, ტანკებით ვინ დაარბია და ის 21 ადამიანი ვინ გაიმეტა სასიკვდილოდ, ვინ აჩეხა ნიჩბებით, ვინ მოწამლა გაურკვეველი გაზით და რა ეროვნების იყვნენ ეს ადამიანები. დღეს ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრი ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ეს იყო უცხო ქვეყნის, რატომღაც რუსების თქმა მოერიდნენ. არა, არ ახსენეს. შეიძლება სხვა, არ ვიცი. ირაკლი ყობახიძეზე, თავრობაზე, პარლამენტზე ერთ რამეს გეტყვით რა. დღეს რაც თბილისში მოხდა ამაზრზენია, როგორ მიშლი მე შენ 9 აპრილის მემორიალთა რა, მაგენმა ის გამოაცხადეს რუსთაველის რა ქვია, ოკუპაციაა თუ რა ხდება, მაგრამ არ გიშლით არავინ. არა, არ მშორობა, არავის, სულ ყველა უნდა მივიდეს საქართველოსია, ყველა ისინიც უნდა მივიდნენ, პატა ბურჭულაძე, მაშინ მეგეთე. პატა ბურჭულაძე ერთი წლის წინ თუ რამდენია არ ვიცი გასული პუტინს ასე თავს უხრიდა და მღეროდა პუტინი. ახლა შენგან ვერ გავიჯერებ ბატონო პაატა რა. ძალიან გთხოვ. ამიტომ ის 9 აპრილი ჩემიც არის, კი ბატონო, თქვენიც არის ყველასია. იქ დაშლა ეს სუბთა პოლიტიკური მომენტია და ეს იყო სუბთა საზისრობა, მაგრამ ხელისუფლება არის დამნაშავე იმაში. რას ქვია პარლამენტის თავმჯდომარე, შენი სამსახურის წინ ვერ ჩადიხარ. გეშინია, მაშინ სუსტი ხარ, პრემიერ-მინისტრი სუსტი ხარ. იქ ვერ ჩადიხარ და მე კი ბატონო დიდება უფალს და გადაადგილდნენ სამებაში და რა თქმა უნდა კარგია, მაგრამ რას ქვია ვერ ჩადიხარ იქ? შეგიძლია გეშინია? იქ ხალხი არ დაადგილ. არ უნდა, არ ვიცი, მე ახლა მაგ მთავრობა თვითონ მოკითხოს თავიანთ თავს. რისი ეშინია და ხალხის ეშინია ალბათ, არ ვიცი. პროვოკაციას ხელისუფლებას მე მიტო ვირჩევ, რომ შენ უნდა გამოიყენო, შენ ხელისუფლება რა არის? ხელისუფლება სულ არ არის კამპეტენტის ზუსტად იმაზეა, რომ არ არის ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება და არჩევნები გაყავდაო, ამაზეა საუბარი. მე ნახულობთ აგერდა აქციაზე 50 კაცი გამოდის და 100 კაცი და ის ახლა რომ ხელოვნურად არის ინსპირირებული, რა თუნდა მე ხელისუფლებას კი არ ვამართლებ და ხელისუფლების ხარის სულ არა ვარ. არა, თუმცა თქვენ მონაყოფი გავიხსენებ და 5 და 10 ადამიანი იყავით, როცა იწყებოდა. კი, იწყებოდა, მაგრამ ახლა რა იწყება? ახლა იწყება ამ ყველაფრის დაცვა და ბატონო, აგერ ნახავთ, ევროპასთან. აგერ არის, ევროპასთანაც ვჭირდება, არგენტინასთანაც ვჭირდება, ყველასთან ვჭირდება კარგი ურთიერთობა. პირველად მოდი არგენტინას შემთხვევით წამოწდა, მაგრამ პირველად მაშინ არგენტინა მაღიარა. თუ ამერიკა მაღიარა მაშინ. არა, ამერიკა მაღიარა. პირველი ვინც აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა იყო ამერიკა. რუმინეთმა და კარგი, ამას არა აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ეს არის ფაქტი, ეს არის, ვიცი, ესეთი ნათელია, რომ მეტი არ შეიძლება. არ მივიღებს ევროკავშირი. ჩვენ საბჭოთა კიდევ ერთხელ შეგეწინა აღმდეგებით და გაგახსენებთ 1991 წელს, როდესაც არავის არ ჯეროდა რომ აგერ გითხარით უკრაინის მაგალითი. უკრაინაში ორჯერ მოხდა რევოლუცია, ხალხი იხოცება ევროპაში შესვლის გულისთვის და არღებულობენ. მიიღე რა, შეგაიგაცო და გადაარჩინე. ბატონო გელა, იმათ აქვს სურვილი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების იყვნენ დაცულები, მაგრამ არასდროს არავინ რატომღაც არ აპელირებთ იმაზე, რომ ამ ადამიანებს დამოუკიდებელ სახელმწიფოს თავს რუსეთი დაესხა. რა თქმა უნდა, რუსეთი ახლა არ შემეკითხო რა ძალიან გთხოვ, ვინ დაიწყო ომი 8 აგვისტოს. მე არ გეკითხებით თქვენ არაფერს, მაგრამ ჩვენ რომ დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ, არა გვაქვს არჩევანის უფლება, საითაც გვინდა იქეთ გადავხაროთ ჩვენი ვექტორი, ამის გამო რომ უბრალოდ იმის გამო რომ კავშირის წევრობა გვინდა, რუსეთმა ომი უნდა გამოგვიცხადოს. ამაშია მხოლოდ უკრაინა დამნაშავე? მე ისეთ იმდენი რამე მინდა საქართველოსთვის, ახლა ჩემ პირადზე არა, საქართველოსთვის. რომ მომცეს უფლება ვლადივოსტოკში ჩავალ და ავიღებ. მე მინდაზე არ არის საქმე აქ. ჩვენ რა შეგვიძლია ამაზეა საქმე. ჩვენ თუ არ გავითვალისწინეთ. მე ახლა მინდა ძალიან ბევრი რამ, მაგრამ აი კაც რო ვეუბნები რომ შენ მიმიღე სტუმრად. არ ღებულობს ის კაცი სტუმრად. არა მიმიღე. ეს კაცი გვეუბნება რომ ჩემი წესებით მიიღებ სტუმრად. და რა და LGBT-ს დროშა ვაფრიალო ახლა ეს გამორიცხულია. ახლა არ მითხრათ არაო ეს ასია. წერია იქ 12 პუნქტში. რომელიც 12 პუნქტი კი არა 10 მცნება დავიცვათ ჯერ ქართველებმა რამდენიმე მაინც იმ 10 მცნებიდან და ჩემ თავსაც ვეუბნები რა თქმა უნდა და მე ვილაპარაკოთ 12 პუნქტზე და ევროკავშირიდან გამოგზავნილ რაღაც დირექტივებზე და ასე შემდეგ. ამიტომ ეს გაკვეთილი დღეს ხელისუფლება რას აკეთებს? ხელისუფლება აკეთებს სასწაული რაღაცა.
ევროკავშირი გეუბნება შენ და არა მაინც ევროკავშირი ღირსები რა ღირსებით შედიხარ ევროკავშირში რა ღირსებით შედიხარ ან უღირსის შესვლა რა არის ან არ დიდი ხანია ბატონო არ ინერვიულობთ არავის უხსენებია რომ ღირსებით შევდივართ ევროკავშირში არა ხო იცი მისახსენებს არავის აღარ უთქვამთ მაშინ დავწყნარდი ძალიან დიდი მადლობა რომ მობრძანდით ჩვენთვის ძალიან ძვირფასია ის მოგონებები რომლებიც თქვენ ახლა გაგვიზიარეთ იმიტომ რომ უშუალოდ ხართ ამ პროცესების მონაწილე და ძალიან დიდხანს ჯანმრთელად და ბედნიერად იყავით იმიტომ რომ თაობებს გადასცეთ კიდევ ეს ისტორიული ამბები და ნუ მიწყენთ პირველად ვსარგებლობ ეთერში ჩემი მოსაზრების გამოხატვა მინდა და კიდევ ერთხელ ვიხდი ამისთვის ბოდიშ, მაგრამ რომ არ ვთქვა, არ შემიძლია, თქვენც არ გჯეროდათ საქართველოს დამოუკიდებლობის, მაგრამ ნუ წავართმევთ მომდევნო და ახალგაზრდა და საქართველოს დამოუკიდებლობის. არა ვარ მაგრამ სიმართლე უნდა იცოდე, მე დამოუკიდებლობის იმედი სულ მქონდა, მაგრამ მე თუ მოვესწრებოდი არ მეგონა, თორე როგორ არ მქონდა, იმედი როგორ არ მქონდა. მაშინ თქვენ მიმართეთ ახალგაზრდებს, რომ ტყუილია, არ არის. ტყუილი. არა, კი დამიჯერეთ, თუ არა და იგინეთ, დაწერეთ Facebook-ზე რაც გინდათ, გააკეთეთ, მაგრამ სიმართლეა. სიმართლეს ვერ გაიქცევთ. კი ბატონო, აგერ მადლობაც მოგახსენეთ ევროპას და აგერავა საქართველოს არსადად მადლობა თქვენ ჩვენს მაყურებელს რომ გვისმენდით გვიყურებდით მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა დარწმუნებული ვარ ორივე მხარეს ყავდა მაყურებელი დაგემშვიდობებით მშვიდობიან ღამეს გისურვებთ თქვენ შეგიძლიათ ნახოთ როგორი ამინდია მოსალოდნელი ჩვენ სარხზე გადაცემის დასრულებისთანავე მე კი გემშვიდობებით ხვალამდე ერთმანეთს შევხვდებით 20 საათსა და 30 წუთზე მეგატივის სარხზე ნახვამდის